ვითამაშებთ თეთრი ფორმით, ანუ ახალ ფორმას გულისხმობ, როგორც იცით, ორი ფერია, ღვინისფერი და თეთრი. დაარწა კვირიკაშვილმა და გაიტანა, გაიხსნა ანგარიში 3-0. დაწინაურდა საქართველოს ნაკრები, პირველივე ცდელობა ზუსტი იყო. კოშაძე ერთადერთი მორაგბეა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდან, იგი რუსთავის კარებში თამაშობს. ახლა წესითმა დავდოთ ლელო, მოლი შეიკრა და ლელოც დაიდო. 8-0 ხდება ანგარიში. თხილაიშვილის ლელო ჩაიქცა. შერკინება ბეგაძე გამოიტანა ბურთი ხმალაძე, კარგი პასი და ბრავო. კოშაძეს პირველი ლელო ნაკრებში. ძალიან კარგად ითამაშა როგორც ბეგაძემ, ისევე ხმალაძემ. გათამაშდა კომბინაცია. თუ არ ვწდები შარიქაძემ ჩაირბინა, შიგნით მასზე გააკეთეს დამცველებმა აქცენტი და კოშაძეს სადებიუტო ლელო ნაკრებში. დარტყმა ზუსტია 17-3. დაარტყა და გაიტანა 17-6. და ამბობენ რომ ინგლისში უფრო სარაგბო უნარებს აქცევენ ყურადღებას ვიდრე ფიზიკას და საფრანგეთში პირიქით თავარია ფიზიკურად იყოს უმაღლეს დონეზე მორაგბე მომზადებული. შევაგორეთ ბურთის შერკინებაში დავწარით მეტოქე, აქ ჯარიმის უპირატესობა უკვე გვაქვს და საჯარიმო ლელო. ოჩახ რაკშია უკვე თამაში გადასული, კიდევ ერთი მიძალება მორკინალებით. ჭოიძე კვლავ მორკინალებით თამაშობ, ბექა გორგაძე და ლელო დაამიცა, ბრავო. ოჩახ ბექა გორგაძეს არისო იოლი. ამბურთის დამიწება, დადება. როგორც დღეს უკვე გესაუბრეთ, რუმინეთი დაამარცხა გერმანიამ და ალბათ ჩვენთანაც შეესწებიან რომ რაღაც სენსაცია შემოგთავაზონ.